მოგესალმებით, მე გიორგი გაბუნია ვარ. ეს კი ჩემი საკუთარი არხია. მე ჩემ არხზე ვილაპარაკებ სპორტულ ამბებზე. და მართალი გითხრა, არა მარტო სპორტულ ამბებზე. ხანდახან სახალისო თამაშებსაც და ვლოგებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე. დღეს ჩვენ განვიხილავთ უილის ანიოლის დაალაგებულ შემადგენლობას სექტემბრის მატჩებისთვის. მოგეხსენებათ სექტემბერში 4 და 7 სექტემბერს თურქეთს და ბულგარეთს ხვდებით მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეხლა კი გავიარეთ შემადგენლობა: მამარდაშვილი, გუგეშაშვილი, კერესელიძე, კაშია, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლომინაძე, ყიტაიშვილი, წიტაიშვილი, აბუაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვარცხელი, მიქაუტაძე, ზივზივაძე და გულიაშვილი. მოგეხსენებათ, ყავს დებიუტანტებიც აბუაშვილი და ლომინაძე. კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მე პირადად ძალიან მეწყინა და დარწმუნებული ვარ, ბევრს ძალიან ეწყინა ეს ამბავი. სექტემბერში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე. მოგეხსენება ყველამ ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს წარმატებებში. მან ვოტფორდის ერთ-ერთი თამაში ფეხის თითის ტრავმა მიიღო. ამიტომ გამოტოვებს სექტემბერში სანაკრებო თამაშებს. მას მარტიდან აქვს ეს ტრავმა მოყოლებული. ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო ეს ტრავმა, მაგრამ და ეს ამბავი ძალიან ცუდია. სექტემბერში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება სანაკრებო მატჩებს ბულგარეთთან და თურქეთთან. სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, მადლობა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, არხის დალაიქება და კიდევ ერთი კომენტარები დაწერეთ, როგორ მოგეწონათ უილის ანიოლის შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის. სულ ეს იყო, მადლობა.